სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს მოისმინეთ სახარება რომლის თავარი შინაარსი არის რომ ადამიანმა თავისი შინაგანი არსება, შინაგანი მე, შინაგანი აზროვნება, მხედველობა, ჭვრეტა უფლისკენ მიმართოს. რადგანაც ძალიან ბევრი საცდურია ამ ქვეყანაზე, ძალიან ბევრი საცდური და ეს საცდურები არის ყველგან საითკენაც გაიხედავს ადამიანი და უფალი გვაფრთხილებს რომ ჩვენი ჭვრეტა სულიერი ხედვა უნდა იყოს სწორი მიმართულებით. არ უნდა ავყვეთ ჩვენ იმას, რა ჩავიცვათ. შეხედეთო ცისფრინველებშო, შეხედეთო შროშანსაო, მინდვრის შროშანსაო, რომელიცაო არც თავსო, არც თესავსო, არც კერავსო და უფალი ისე ლამაზად შემოსავსო, რომ თვით სოლომონ ბრძენიც კი არ არის ესე ლამაზად შემოსილიო. ანდა შეხედეთ ცისფრინველებსაო, რომელიც არც ახნავენო, არც თესავენო და მე გეტყვითო რომ უფალი მათ არაფერს არ აკლებს საკვებსაო. ხოლო თქვენ განაფრინველებზე უკეთესი არ ახართო? ასე რომ უფალი შინაგანად ჭვრეტის ვალდებულებას გვაძლევს, რომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ორთა უფალთა მონები. ორი უფლის მონება რას ნიშნავს ხალხო? ან მამონას უნდა ვემონოთ, ეს ფინიკიელების კერპი იყო, რომელიც გამდიდრების კეთილდღეობის ასე ვთქვათ კერპი იყო და მას წირავდნენ შესაწირს, ეშმაკს, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ფული ჰქონოდეთ, ან მამონას უნდა ვემონოთ, ან ღმერთს. ორთა უფალთა მონება არ შეიძლება. თუ ადამიანი მამონას ემონება, რაოდენ თქვას რომ მე მწამს, მე მიყვარს ღმერთი, მე ტაძარში დავდივარ, მერწმუნეთ რომ მისი გული თუ დაკავებული ამ მამონათი უფალი არ შევაშია. ჩვენ უნდა გავსუფთავოთ ღმერთ ჩვენი გული, რომ დაიმკვიდროს ჩვენს გულში უფალმა. ხოლო თუ კი ადამიანს ექნება ეს სოდვა, ვერცხლის მოყარების სოდვა, ბუნებრივია რომ ამ ეშმაკთან უფალი არ შევა. და უფალი გვეუბნება, პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველი შეგეძინებათ თქვენ. ანუ რას გვეუბნება, პირველ რიგშიო ჩვენა უნდა ვეძიებდეთ სულის ცხონების გზასო. ცათა სასუფეველს და ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზა მხოლოდ უფალზე გადის, ქრისტეზე. ვერავინ ვერ მივა მამასთან ჩემ გარეშე უფალი ბრძანებს. ანუ ეს ორი საქმე, კეთილი საქმე და ეკლესიური ცხოვრება აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენ უფალთან ვიყოთ მარადიულობაში. ხოლო თუ ადამიანი ამას არ აკეთებს და მე იცი ვარჯიში მაქვს და უნდა წავიდე წირვაზე ვერ მოვალ. მე იცი რაღაც ისეთი შეხვედრა მაქვს ძალიან დიდ თანხასთან არის კავშირში და მე ვერ. ანუ რისი თქმა მინდა იცი, როდესაც ჩვენ ამ ქვეყნიურ საქმეს წინ ვაყენებთ ვიდრე უფალს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ პირველ რიგში უფალი არ აგვყავს. ჩვენ პირველ რიგში არ ვეძებთ ცათასასუფეველს და სიმართლესა მისა. ხოლო ის ადამიანი, რომელიც ეძებს ცათასასუფეველს და მის სიმართლეს, ანუ უფალს, მას ყოველივე მიეცემა ხალხო. ყოველივე მიცემაში რა იგულისხმება? ის აუცილებელი, რაც ჩვენ გვჭირდება. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ იმას ნახე, რა მაგარი მანქანა ყავს, რა მაგარი სახლი, დაჩა, რა მაგარი. ესე თუ იაზროვნებს ადამიანი, ბუნებრივია, რომ მას მამონა ყავს გულში. ჩვენ უნდა ვახსოვდეს ერთი რამე, რომ უფალი ზუსტად იმას გვაძლევს, რაც ჩვენი სულის ცხონებისთვის საჭიროა. ეს განსაცდელი იქნება თუ სიხარული,
ავადმყოფობა თუ ჯანმრთელობა. ანუ ყველაფერს უფალი გვაძლევს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენი სული ამას დაიტევს. ხშირად ადამიანი წუწუნებს ხოლმე რა აი რა დღეში ვარ აი ესე და უფალი ამ დროს აჩვენებს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფ ადამიანს და მე დაფიქრდება და მე შენდობას ეთქვის რომ მაპატიე უფალო მაპატიე რომ ესე წუწუნებ და აი ეს ადამიანი რომელიც გაცილებით ჩემზე უარეს დღეშია ეს არ წუწუნებს და მე კი ვწუწუნ მაპატიე უფალო უფალი ერთგან ამბობს რომ რომელი თქვენთაგანიო რომელსაც შვილის თხოვს პურსაო პურის მაგივრათო გველს მისცემს რომელი თქვენთაგანიო და თუ კი თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემათ შვილთა თქვენთა რაოდენ უფროს მამამან თქვენმა ზეცათ ამან მოგცეს თქვენო ანუ თქვენი შვილი რო გთხოვდეს მამა პური მომეცი ან დედა პური მომეცი ამის მაგათ გველს ხო არ მისცემთ და თუ კი ჩვენ უკეთურებმა ვიცით რა მივცეთ ჩვენ შვილებს განაუფროს უფალმა არ იცის რა გჭირდება და რა მოგცეს მერწმუნეთ რომ დედას თავის ერთადერთი შვილი იმის მემილიონერად არ უყვარს როგორც ღმერთს უყვარს მისი შვილი გაცილებით უკეთიცის მისი მომავალი და რასაც უფალი უშვებს მასზე დედა მადლიერებით უნდა მიიღოს ეს ყველაფერი მე იმას კი არ ვამბობ ხალხო რომ ჩვენ გულხელ დაკრეფილი ვიყოთ აი ფრინველები ართესავენ არ მკიან და აჭმევს უფალი მოდი მეც არაფერს არ გავაკეთო არა შემოკეთილები ანდა მოდი ტანსაცმელი არ ჭირდება და დაგლეჯილი დახეული არა შემოკეთილება ჩვენ ზომიერების საზღვარში უნდა ვიყოთ ზომიერების საზღვარი რაში მდგომარეობს ის რაც ჩვენი ცხოვრებისთვის ჩვენი ოჯახისთვის საჭიროა ის უნდა ვიშრომოთ ჩვენი ოფლით ჩვენი ღვაწლით მაგრამ როდესაც დგება უფლის დრო აი წინ აღარ უნდა დავაყენოთ არც ოჯახი არც შვილები არც შვილიშვილები არაფერი პირველი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ღმერთია და თუ კი ჩვენ პირველ რიგში ღმერთს დავაყენებთ მერწმუნეთ რომ უფალი არაფერს არ მოგვაკლებს ჩვენი წინაპრები გამდულად ესე იყვნენ პირველ რიგში უფალს აყენებდნენ თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პატარა ქვეყანა ამ უზარმაზარ მტრების ოკეანეში როგორ გადარჩებოდა უფალმა გადაგვარჩინა და კიდევ უფალი გადაგვარჩენს ოღონდ ჩვენ პირველ რიგში უფალი დავაყენოთ ყოველთვის და მერწმუნეთ რომ ესე ყოველი შეგვეძინება ჩვენ რაც ჩვენი შვილების ჩვენი შვილიშვილების და ჩვენი მომავალი თაობისთვის აუცილებელი იქნება ამინ ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება და ღმერთმა დაიფარო ჩვენი ქვეყანა ყოველი ხილულ და უხილავ მტრისაგან ამინ ჩვენთან არს მე